საპროტესტო აქციების 21 დღეს თბილისში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მასწავლებლები შეიკრიბნენ და ისინი ამ წუთებში იკრიბებიან. მათ აქვთ მომოტანილი სხვადასხვა საპროტესტო ბანერი და პლაკატი, ასევე მოსულნი არიან საქართველოს და ევროკავშირის დროშით, როგორც ტრადიციულ სიმბოლოებად ქცეული არის ეს ბანერები და სიმბოლიკები გასული დღეების საპროტესტო აქციებისა. მათი მთავარი მოთხოვნების შესახებ ვისაუბრებ. მთავარ მოთხოვნებს შორის კი ტრადიციულად არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ევროპული გზის გაგრძელება, ევროინტეგრაციის გზის გაგრძელება, რომელიც მათი შეფასებით შეფერხდა 28 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ასევე აქ შეკრებილები ხაზს უსვამენ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მათ შორის განათლების სფეროს პირდაპირ თუ ირიბად შეეხო. მათ შორის ისინი აპროტესტებენ საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქართულ მოხსნებამ დაჩქარებული წესით მიიღო მასწავლებლთა პოზიციას და მთავარ სათქმელს ჩვენ შეგვიძლია ახალ პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ. ყველა საერთო მიზანი აქვს, არ არის აქ დაქსაქსული მიზნიდან არ უნდა გადავუხვიოთ. ერთი საერთო მიზანი გვაქვს, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, დაკავებული პატიმრები გამოუშვან და სამართლიანობის მხარეს ვდგავართ. ჩვენ მასწავლებლები არ ვასწავლით კონკრეტულ საგნებს მხოლოდ ბავშვებს, ჩვენ ვასწავლით ადამიანად ყოფნას და ეხლა რაც ხდება ქვეყანაში, ის ადამიანად ყოფნას არ გავს, ეს ზღვარგადასული ადამიანის უფლებების რღვევა, ბოროტებასთან კავშირი აქვს და ტყუილთან, საკუთარი ხალხის მოტყუებასთან, ქვეყნის მოტყუებასთან და გასხვისება გაყიდვასთან. აქ არ არის მარტო ევროპა, ის არის შენი ქვეყნის ღირებულებების გასხვისება და თეთრზე თქმა, რომ ის თეთრი არ არის და ჩვენ ვარჩევთ ფერებს და ვარჩევთ ადამიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ ჯიუტად, ვიდგეთ ერთგულად ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე ნებისმიერი პროფესიის ადამიანი. დღევანდელი შეხვედრა, უფრო პატარა შეხვედრას დავარქვათ, იმიტომ რომ შედარებით მცირე ჯგუფი შეიკრიბა. გამოწვეული იმით, რომ ცხადია, მასწავლებლები რაღაცა თანაუგრძნობთ ამ პროცესს და რავი, ყველა ვინც აქ ვდგავართ და კიდე ძალიან ბევრი სხვა მასწავლებელიც ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით უერთდებით ამ აქციებს. დღეს უბრალოდ ცოტა ექსპრომტად დაიგეგმა და შედარებით ამით არის გამოწვეული შედარებით მცირე რიცხვოვანი რაოდენობა, მაგრამ შაბათს ჩემი ინფორმაციით იგეგმება კიდე უფრო მასშტაბური შეკრება. და რავი, გონია რომ ნებისმიერი მოქალაქის და მით უმეტეს მასწავლებლის სვალია, რომელიც პასუხისგებელია აღზარდოს მომავალი თაობები, რომ რაღაცა მინიმუმ პოზიცია დააფიქსიროს და რეაგირება კონდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე რა. მთავარი მოთხოვნით დავიწყებ არის ის, რომ პირველ რიგში განთავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, ის ბავშვები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაჭერილები. მეორე მოთხოვნა არის ის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები დემოკრატიულად და ისე როგორც წესი და კანონია და არა ის მასკარადი, რაც მოაწყვეს. სხვა კიდევ ძალიან ბევრი მოთხოვნები გვაქვს, მაგრამ ესენი არის ძირითადად მთავარი. კიდევ ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც ყველაზე მთავარია და რაც აი აქ მაქვს წარმოდგენილი არის ის, რომ საჯარო სამსახურებში ეხლა უკვე შემოვიდა ესეთი კანონი, რომ აღარ არის სავალდებულო იცოდე ქართული ენა და იყოს სრულწლოვანი. ეს არის ძალიან საშინელება. სწორედ მაგიტომაც უკვე 21 დღეა მასწავლებლების იქ ვდგავართ, სადაც მოსწავლეები დგანან, სადაც სტუდენტები დგანან, იმიტომ რომ ჩვენი ადგილი სხვაგან არ არის. მასწავლებლების ადგილი არის სწორედ იქ, სადაც არის ევროპის გზა. ამისთვის ვირჯებოდით, ამას ვასწავლიდით, ეს უნდა ვასწავლოთ მომავალშიც და ბუნებრივია, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ აქტიურად გამოვხატოთ ეს ყველაფერი. კანონები, რომლებსაც დღეს იღებენ, არის აბსოლუტურად უკანონო, იმიტომ რომ თვითონ მთავრობა არის უკანონო. შესაბამისად, ამ უკანონო მთავრობას ერთადერთი რაც შეიძლება მოსთხოვო არის ის, რომ უნდა წავიდეს და ამავდროულად გაათავისუფლოს რეჟიმის პატიმრები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. ევროპულობა ხელს აგუშლის ეროვნულობას. ეს არის აქ შეკრებილი აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი და ისინი მიიჩნევენ, რომ მასწავლებლების პროფესია არის ერთ-ერთი ის მთავარი, რომელიც ვალდებულებაც არის იდგეს ისტორიის სწორ მხარეს და მაგალითი მისცეს მომავალ თაობებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია არის დასაცავი, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ახლა აქ მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი. მასწავლებელთა მარში პირველად თბილისის მასშტაბით არ იმართება, ზოგადად საქართველოს მასშტაბით ამ საპროტესტო ტალღის დაწყებიდან, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო ქართული ოცნების გადაწყვეტილების შემდეგ. ეს პირველი საპროტესტო აქციები არ არის მასწავლებელთა მიერ მოწყობილი. რამდენიმე მარში ვიხილეთ ჩვენ გასული დღეების განმავლობაში, კონკრეტულად ამ პროფესიის წარმომადგენლებისა და შაბათს 21 დეკემბერს ისინი უფრო ფართო მასშტაბიან პროტესტს აანონსებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია
ადგილმდებარეობა, სავარაუდოდ ტრადიციულად ის გაიმართება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეებს ამ წუთისთვის აქვთ გადაკეტილი დიმიტრი რუზნაძის ქუჩა და მსვლელობით ისინი აპირებენ გადაინაცვლონ ჯერ მარჯანიშვილის ქუჩაზე, გალაქტიონის ხიდით გადავლენ ჯავახიშვილის ქუჩაზე და შემდგომ რუსთაველის გამზირზე ცენტრალურ საპროტესტო აქციას შევერთებენ, რომელიც უკვე 21 დღეა საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. აი ხედავთ ახლა ბანერს, მასწავლებელი ევროპული განათლების საწყისია, ეს და სხვა ტიპის ბანერები აქვს მოტანილი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული პირები საპროტესტო აქციებისას და ასევე ქვეყანა დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. გიტოვებთ კადრებს პირდაპირ ეთერში უკომენტაროთ. Mm-hmm.